ახალი წლიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. შესაბამისი დადგენილება უკვე მიღებულია. 50-დან 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა, 15-დან 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ავტომანქანის მართვისას მობილური ტელეფონის სარგებლობა ან ღვედის გამოუყენებლობა 50 ლარით. ცვლილებები ეხება სხვა გადაცდომებსაც. გაზრდილი არის სიჩქარის გადაჭარბების ფაქტები, გაზრდილია თითქმის გაორმაგებული არის ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობა, აქედან გამომდინარე ბევრი ჯარიმა იზრდება. მე მინდა გავამახვილო ყურადღება სიჩქარის გადაჭარბების ნაწილზე. მანამდე თუ იყო 50 ლარი, ახლა ხდება 100 ლარი, თუმცა ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ის, რომ მხოლოდ ჯარიმების გაზრდა არ უშველის ამ საქმეს, გამომდინარე იქიდან, რომ წარმატებული ქვეყნის ძალიან ბევრი პრაქტიკა არსებობს, სადაც ხის მიდგომები იქნა გამოყენებული და მხოლოდ ჯარიმების სანქციების გაზრდა. ამან მაინც ესეთი ღირებული ეფექტი ვერ გამოიღო. მნიშვნელოვანი არის ამ კუთხით ჩვენ წლებია ვსაუბრობთ ქულათა სისტემის დანერგვაზე. ძალიან ბევრს უჩნდება პროტესტი, წყობს რომ აი ჯარიმები იზრდება და უნდა ბიუჯეტის შევსება და ასე შემდგომ. რატო გვინდა რომ ვალაპარაკოთ ხალხი ამ რაღაცებზე? პირიქით ჩვენ უნდა შევთავაზოთ ქულათა სისტემის მოდელი და მაქსიმალურად მოვახდინოთ ქულების ჩამოკლება სიჩქარის გადაჭარბებაზე, შესაბამისად ცხოველები უფრო ფრთხილები იქნებიან და დაახლოებით 20-დან 30%-მდე შეუწყობს სიჩქარის გადაჭარბების შემცირებას ხელს. რაც შეეხება ფეხით მოსიარულეების ნაწილში, რომ გაათმა, ესე იგი გახუთმაგდა ოდენობა ჯარიმების და ქალაქის ეტაპზე იქნება, ქალაქის ტერიტორიაზე იქნება 50 ლარი, ხოლო იმ საერთაშორისო მაგისტრალებზე, სადაც ხშირია დატვირთული მოძრაობა და აქ მოხდება ფეხით მოსიარულის მიერ გადარბენა და საავარიო სიტუაციის შექმნა და ასე შემდგომ, მოკლედ 100 ლარი იქნება ჯარიმა, თუმცა ამასთან მიმართებაშიც რა თქმა უნდა ფეხით მოსიარულეებზე უნდა გაძლიერდეს ესეთი მიდგომები, თუმცა მნიშვნელოვანი არის მოვაწყოთ ის ინფრასტრუქტურული მიმართულებები, რაც გულისხმობს ფეხით მოსიარულეთა კომფორტული გზის დიზაინების